გამარჯობათ მოგებურებო, მოგესალმებით. მე ვარ გიორგი, ეს კი გადაცემა პალატა ნომერი 9, სადაც ვსაუბრობთ პრობლემებზე, მათ მოგვარებაზე, გამოსავლის ძიებაზე. დღევანდელი ჩვენი თემა არის განათლების სისტემა. თუ რა პრობლემებია განათლების სისტემაში ვისაუბრებთ დღეს. გამარჯობათ, მოგესალმები გიორგი. დღევანდელი თემა მართლაც საინტერესო იქნება. განათლების სისტემაში მართლაც დიდი პრობლემებია და სანამ ამ თემაზე დავიწყებთ საუბარს, ერთი-ორი სიტყვით ჩვენ სპონსორზე მინდა გითხრათ. მოდის ზაფხული, სიცხეები იქნება და გამაგრილებელი ნაყინი არის ჩვენი სპონსორი, ნაყინი, შოკოლადის ჯოხიანი ნაყინი ლოკე. რა ლოკე, რა ნაყინი, ეს რა ჯოხი გიკავია ხელში? ეგ არის ჩვენი სპონსორი. ხო, ნაყინების კომპანია არის ჩვენი სპონსორი, მოგვიტანეს ნაყინები, მაგრამ რადგინა მაცივარი არ გვაქვს, ხო შევინახავდი, ხარ გავაფუჭებდი. ვარ გაფუჭებული იყო შეჭამეს ყველა, არა. შევჭამი აბა რა მექნა. ჩვენი გადაცემა გვიან იწყება, შენც გვიან მოდიხარ, გალღვებოდა მანამდე და გაფუჭდებოდა. კაი, ხო, არა უშავს. გადაცემაზე ვისაუბროთ ახლა. განათლების სისტემა, თუ რა პრობლემები გვაქვს განათლების სისტემაში. მართლაც დიდი პრობლემები არის განათლების სისტემაში და რისი მოგვარება შეიძლება, რა პრობლემას ხედავ მაგალითად შენ. რა პრობლემებია და უამრავი პრობლემაა, რომელი ერთით დავიწყო არ ვიცი. მაგრამ მაინც მთავარი და მნიშვნელოვანი თვითყვი ბავშვს არ უნდა ეზარებოდეს სკოლაში წასვლა, დილით ადრე ადგომა, პირიქით უნდა ხდებოდეს. ბავშვი უნდა გაფრთხილებდეს საღამოს, რომ ხვალა დედაო გამაღვიძე სკოლაში, არ დამაგვიანდეს, უნდა წავიდეო. ბავშვი უნდა უხალოდეს სკოლაში წასვლა. და რატო ეზარებათ ბავშვებს სკოლაში წასვლა დილით ადრე ადგომა? ეზარებათ. ბავშვებს კი არა, დიდებსაც გვეზარება დილით ადრე ადგომა. სწავლა ასე ადრე არ უნდა იწყებოდეს. უნდა იწყებოდეს შუა დღისას. მოასწროს ბავშვმა ნორმალურად გამოძინება, მოემზადოს. შეიძლება წინა დღეს ვერ მოასწრო ყველაფრის მომზადება, იქ დავალებების შესრულება. მეორე დღეს ექნება ცოტა დრო, რომ სანამ სკოლაში მივა, მოასწროს. მართალი ხარ, დილით ადგომა მართლა ყველას ეზარება. ხო და ეს შესაძლებელი არის და კიდე რას ფიქრობ, რა პრობლემები არის. არ უნდა იყოს მაგალითად ეს ნიშნები, ქულები რო არის, ჩემ დროს ნიშნები იყო. ეს სისტემა საერთოდ ამოსაღები არის, არ უნდა ფასდებოდეს ნიშნებით. შეიძლება არ იცის, ან ვერ ისწავლა და არ აქვს ნიჭი, რა უნდა ქნას, ამის გამო ახლა 2-იანს დაუწერ თუ 4-იანს, ეს არ შეიძლება, ამით ითრგუნება მოსწავლე და მერე ცუდი არის, ზემოქმედებს მასზე. გასაგებია და კიდე რა არის შესაძლებელი? რა არის შესაძლებელი და ბევრი რამე და მაგალითად არ უნდა იყოს დასჯა ბავშვების, არც გაკვეთილის გაცენაზე, არც დაგვიანებაზე და საერთოდ სკოლაში სიარული ნებაყოფლობით უნდა იყოს, არ უნდა იყოს მაგალითად სავალდებულო და გინდა თუ არა უნდა იარო. სკოლაში უნდა იარო, იმიტომ რომ თუ გინდა განათლებული იყო რაღაცა შეისწავლო და გამოხვიდე რამე ცხოვრებაში, შენზეა ყველაფერი დამოკიდებული და შენ უნდა გინდოდეს, არავინ არ უნდა გაძალიდეს. ან საგნები მაგალითად ისეთ რაღაცებს ასწავლიან, რაც არ დაჭირდეთ შეიძლება ცხოვრებაში. და უნდა იყოს არჩევანი მაგალითად რისი სწავლა უნდა, რომელ გაკვეთილს დაესწროს, რომელს არ უნდა დაესწროს და ყველაფერი უნდა იყოს მის სურვილზე. მართალი ხარ, ზუსტადაც უნდა იყოს არჩევანი, თუ რისი სწავლა უნდა და რისი ნიჭი აქვს და თუ რამის ნიჭი არ აქვს, რატო უნდა ისწავლოს და ტვინი იბურღოს იმის გულიზე, რაც არ გამოსდის მაგალითად, მართალი ხარ. ყველაზე მთავარი, რასაც არ ასწავლიან სკოლაში, ეს არის ცდილობა. უნდა იყოს ცდილობის და კულტურის გაკვეთილები, ასწავლიდან როგორ უნდა მოიქცეს ახალგაზრდა მაგალითად ავტობუსში რომ უნდა დაუთმო მოხუც სკამი, ეს უნდა იცოდეს, იქ ძიმე ტვირთი რომ აქვს, უნდა წააღებიოს, წაქცეული რო არის წამოაყენოს, დაეხმაროს ვინმე გაჭირებულს და ეს ყველაფერი უნდა იცოდეს ბავშვობიდან მოსწავლე. მართალი ხარ, გეთანხმები,
უნდა იცოდეს მართლაც ბავშვობიდან ბავშვმა გვერდში დგომა დახმარება, თუნდაც მშობელს უნდა დაეხმაროს, რო ჭირდება მამას გვერდში დგომა დაეხმაროს, დედას. ზოგი ისეთი არის მაგალითად ელემენტარული არიან სკოლის მოსწავლეები, მოზრდილი გოგონები მაგალითად კვერცხს ხე შეიწვავენ, არ იციან კვერცხის შეწვა. შიერი მოკდებიან, დედამ თუ არ გაუკეთა საჭმელი, შიერი მოკდება. ელემენტარული ის არ იციან, რომ შენი სარეცხი რო გარეცხო, მანქანაში შეყარო. დაუგროვდეს, შეიძლება ოთახში გორა გახდეს დასაცველების და იმას ვერ შეყრის სარეცხ მანქანაში და ვერ გარეცხავს, არ იცის. ბევრი რამე არ იციან და ზუსტად სკოლაში უნდა ისწავლებოდეს. უნდა იყოს დღეები რაღაც კვირაში გამოყოფილი, უნდა ეხმარებოდეს მთავრობიდან, იქნება განათლებიდან თუ მერიიდან თუ გამგეობიდან. ყველა მოსწავლე დარგოს თითო ხე, რამდენი ხე დაირგვება, რამხელა ტყე გვექნება და ბუნება. ეს ხო კარგი არის. კი, კარგი იქნება ნამდვილად ხეების დარგვა, გამწვანება და უნდა ასწავლიდან კიდე მაგალითად ცხოველების სიყვარულს, კატები იქნება, ძაღლები თუ რაღაც ფრინველები შინაური, უნდა გქონდეთ მათთან კონტაქტი, დადიოდნენ ზოოპარკი იქნება, ფერმები იქნება თუ უნდა გქონდეთ სიყვარული ცხოველებთან და არ უნდა ხო დაგინახია ბავშვები როგორ ჩაგრავენ ცხოველებს, ზოგი ატყავებს, ცოცხლად ატყავებს კატებს, ბევრი ასეთის გამიგონია. უნდა იყოს თავისუფალი გაკვეთილები, ვის რა რიჭი აქვს, მაგალითად იმის მიხედვით და რომელ გაკვეთილზე უნდა შესვლა, მაგალითად აქ მუსიკის ნიჭი იქ უნდა დადიოდეს, სიმღერის იქნება, რომელიმე სპორტის არ აქვს მნიშვნელობა, რამე ხელობის შესწავლა რა, უნდა ისწავლებოდეს ყველაფერი, თუნდაც სამზარეულო და აკეთებდნენ რაღაც კერძებს და სწავლობდნენ და იცოდნენ საერთოდ ყველაფერი. მე ერთს დავუმატებდი კიდე ჩემო გიორგი, მაგალითად სკოლაში აუცილებლად უნდა ისწავლებოდეს მართვის მოწყობის, მანქანის ტარების და რა ვიცი, ყველაფერი, ბილეთები. სკოლასო დაამთავრებს მოსწავლე, უკვე უნდა შეეძლოს მანქანის ტარება, უნდა იცოდეს, უფლება ქონდეს. ანუ სკოლაშივე უნდა აძლევდნენ მართვის მოწყობის საბუთს. მართალი ხარ, გეთანხმები და კიდე ერთს დავუმატებდი, მაგალითად გამოცდები არ არის საჭირო. ბავშვებს გუნავენ, სტრესავენ და ამ გამოცდებით ანერვიულებენ. გამოცდები მართლაც გასაუქმებელია, მართალი ხარ. მე თუ პროფესიის შესწავლა მინდა და სადმე უნივერსიტეტში მოწყობა მინდა, გამოცდა რა საჭირო არის. უნდა მივიღონ სწავლა თუ მინდა ვისწავლი. ბევრი პრობლემები არის განათლების სისტემაში და მათ მოგვარებას ბევრი შრომა ჭირდება და ჩვენი გადაცემა არ ეყოფა. ერთი გადაცემა კი არა, 10 რო გავაკეთოთ მაინც და ამით დავასრულოთ დღეს და მადლობა ყველას, ვინც ჩვენ გვერდით იყავით და გვისმენდით. დაგემშვიდობებით დროებით მეგობრებო, ჩვენ კი შევხვდებით შემდეგ გადაცემაში. პალატა ნომერი 9, ჩვენი გადაცემის სპონსორი იყო შოკოლადიანი და ჯოხიანი ნაყინი ლოკე.